ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორც ჩვენი სატოსაღოში მოთავსების დღემდე იყო, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა ყველა პოლიტიკური პარტნიორის განთავისუფლებისთვის, ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ 74 დღის წინ რაც ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ არჩევნებში ამ მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ შეგვიცვლია, იმიტომ რომ სწორედ ამიტომ მოგათავსეთ სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა. რა გვეტყვით ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე, ელოდით თუ არა რისთვის გააკეთა ეს ქართულმა ოცნება? არა ლეგიტიმური. კიდევ მე რამე გითხრა, ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დაუტუსაღები ვარ და ჩვენი თხოვნის საფუძველზე გაუნთავისუფლები ვართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ჩვენი დატუსაღება და ჩვენი განთავისუფლება. მე დღესდილით პირდაპირ გეტყვით, რომ ყოველდღიური 10 საათიანი, ასე ვთქვათ, გასეირნება აქვია ამას. 11-ზე მორჩა ეს ჩემი 16 კვადრატულ მეტრ სივრცეში სეირნობა და როცა დავბრუნდი სეირნობიდან მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ქონდა გამოცემული მიხეილ ყაველაშვილს. რას უპასუხებთ ოპოზიციის ნაწილს, რომელმაც გააკეთა ბრიფინგი, როგორც კი ეს აქტი გამოიცა და მოგიწოდებთ თქვენ, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან თვლიან, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მიიღებთ ამით მონაწილეობას. რას უპასუხებთ ამ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც აი ესე მოგმართავს თქვენ? პატივშევ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ასე ვთქვათ, ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და ჩვენ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავის ვერ დაუშლის. მაგრამ ამავდროულად ის 100,000 და 100,000-ობით ადამიანი, რომელიც მოვა ოპოზიციონერი ამორჩეველი 4 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გაუწყვილოთ და მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად. მე ვერ გეტყვით, რით ხელმძღვანელობდა. რატომ თქვენ და რატომ სხვა არა? ხო, რით ხელმძღვანელობდა ქართული ოცნება, როცა ჩვენ დაგვატუსაღა სრულიად უდანაშაულო ადამიანები. და რით ხელმძღვანელობდა, როცა ჩვენ გამოგიშვა. ცხადია, რომ ყველა ადამიანი, ვინც დღეს სატუსაღოშია, პოლიტიკოსი, ის ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც გამორჩეული ახალგაზრდები არიან და ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის საოცარ ერთგულებას აჩვენებენ, ყველა გარეთ უნდა იყოს დაუყოვნებლივ. აი ეს არის ჩვენი პოზიცია. მე მინდა გითხრათ, რომ ესეთი შერჩევითი ისევე როგორც არაჩვეული ახალგაზრდების ახობაძის და კაციას შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია, ეს გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ მათ განთავისუფლებაზე. ისიც მიიღო შერჩევითად, რომ რაღაც ნაწილი გამოეშვა, რაღაც ნაწილისთვის კვალიფიკაცია შეეცვალა. ეს არის პოლიტიკური манипуляციები, რომელსაც არავინ არ უნდა აყვეს. ყველა პოლიტიკური ტუსაღი უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ. ამ არჩევნებში მონაწილეობით გააბრაზეთ თუ არა ის ამომრჩევლები თქვენი, რომლებმაც ხარი დაგიჭირეს ოქტომბრის არჩევნებში. და რა შანსები ეს რა კითხვა არის? არ მესმის, იმიტომ რომ ჩვენ ამ მონაწილეობით ვფიქრობთ, რომ უკმაყოფილოა თქვენი ამომრჩეველი? ჩვენი ამორჩეველი ძალიან დიდი ნაწილი მოითხოვდა ჩვენგან არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან დიდი ნაწილი. თქვენ ალბათ ეს ინფორმაცია არ გაქვთ. ამიტომ ძალიან თუ გაქვთ, მაშინ ამ კითხვას არ დამისვათ. ქართულ ოცნებასთან არ დიდი მადლობა.